მოგესალმებით მეგობრებო. ისევ ახალი ამოცანებით მოვედით თქვენთან. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ წინა ვიდეოზე თქვენი ჩართულობით და კომენტარებით. ერთადერთი რამაც გული დამწვიტა ლაიქების ნაკლებობაა. მოდით ნუ დაიზარებთ ამ მარტივი მოქმედების გაკეთებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხისთვის. იმედი ამჯერად გამახარებთ და მაჩვენებთ, რომ ისევ მოგწონთ ჩემი ვიდეოები. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე და დავიწყოთ. მაშასე, ამოცანა ნომერი 1. ბობს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სასტიკი დანაშაულისთვის. ციხის ერთ ზედამხედველს ძალიან უყვარდა თავის საქმიანობასთან ერთად გართობა. ის ახალ შემოყვანილ პატიმრებს ეხუმრებოდა ხოლმე და ასე გაჰყავდა დრო. როდესაც ბობი დაინახა, მას უთხრა: მე შენ ერთ შეკითხვას დაგისვა. თუ სწორად გამცემ პასუხს, ციხიდან გაქცევაში დაგეხმარები. ბობმაც ავა გისმენო. ზედამხედველმა მოიტანა ფაფით სავსე თებში. მან ის ბობს გაუწოდა და უთხრა: ამ თებსზე ის ფაფაა, რომლის ჭამაც შენ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მოგიწევს. აბა გასინჯე ის და თქვი რა აკლია მას. წინ გეტყვი, რომ ფაფაში შერეულია ბრინჯი, სანელებელი, მარილი და ზეთი. თუ სწორად მიპასუხებ, რაც დაგპირდი, აუცილებლად შევასრულებ. ბობმა გამოართვა კოზი, ამოიღო ფაფა და შეჭამა. რამდენიმე წამის შემდეგ მან მარილიო წამოიძახა. ზედამხედველმა თავი გადააქნია. შენ შეცდი, სინამდვილეში სხვა რამ აკლიაო. თქვენი აზრით რა აკლდა ფაფას? და რა თქმა უნდა ფაფის ის ნაწილი, რაც ბობმა შეჭამა. პასუხის ახალის არ მეთანხმებით? საინტერესოა რა სიტყოდა ზედამხედველი იმ შემთხვევაში ბობს სწორი პასუხი რომ გამოეცნო. ნომერი 2. დევიდი მოკლული იპოვეს საკუთარ ბაღში. მას 66 სისხლიანი ნახრეთი ჰქონდა. სავარაუდოდ მას 6-ჯერ მიაყენეს ჭრილობა. დეტექტივი გაეცნო საქმის ვითარებას, გამოიკვეთა აშკარა მკვლელობა. დევიდი მოკლული იყო 1 საათის წინ. დეტექტივმა გამოკითხა მეზობლები. არნოლდმა თქვა, რომ ის ამ დროს ყვავილების მორწყვით იყო დაკავებული. პოლიმ თქვა, რომ იმ დროს, როცა ეს მოხდა, თავის ეზოს სარეველებისაგან წმენდდა. ჯეიმსის თქმით, ის სახლში ისვენებდა დაღლილი. მაშ ვინ მოკლა დევიდი? დევიდი არნოლდმა მოკლა. კარგად დააკვირდით დევიდის 60-ზე არსებულ სისხლიან 6 ნახრეთს. არნოლდს სამწვერიანი იარაღი უჭირავს. ჭრილობა 2-ჯერ განხორციელდა სწორედ ამ იარაღით. ნომერი 3. ლუსი ისვენებდა ზღვაზე. გარკვეული დრო ის მზეზე ირუჯებოდა, მოგვიანებით ზღვაში ჩავიდა საცურაოდ. ცოტა ხანს იცურავა, ამოვიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. მან შეამჩნია, რომ მისი ბარგი ადგილზე აღარ იყო. შეზლონგის გვერდით ახალი ნაფეხურები დაინახა. ის მივიდა იქვე ხეების შთილქვეშ მყოფ ბიჭებთან. დააკვირდა მათ ფეხებს და მაშინვე ამოიცნო ქურდი. თქვენი აზრით, ამ 5-დან რომელია ქურდი? მან ნაფეხურებზე აღმოაჩინა, რომ ქურდს ერთი თითი აკლდა ერთ ფეხზე. სწორედ ამას მიაქცია მან ყურადღება და ამოიცნო დამნაშავე. ნომერი 4. მაიკლი განადგურებული იყო, ის ტიროდა. მან თავისი ცოლი სააბაზანოში მკვდარი იპოვა, დარეკა პოლიციაში და აუხსნა სიტუაცია. პოლიციის თანამშრომელი ადგილზე ძალიან მალე მივიდა. მაიკლმა მოუყვა მომხდარის შესახებ. მე საქმიან შეხვედრაზე ვიყავი, როდესაც დავბრუნდი, ჯულია ამ მდგომარეობაში ვნახე. სავარაუდოდ, როდესაც მან შხაპი მიიღო, სველიატაკზე ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. მე მაშინვე თქვენთან დავრეკე. პოლიციელმა ხელი დაადო გარდაცვლის და დაასკვნა, რომ ქალბატონი დაახლოებით 8 საათის მკვდარი იყო. მიუბრუნდა ქმარს და კითხა: თქვენ ტელეფონით მასთან არ გისაუბრიათ? არა, რადგან ჩვენ დილით მცირე შეკამათება მოგვივიდა. მე ძალიან ვნანობ ამ ინციდენტს. პოლიციელმა სააბაზანო ოთახში მიმოიხედა და მაშინვე მიხვდა, რომ გარდაცვლილის ქმარი იტყუებოდა. მკვლელი სწორედ ის იყო.
აბა კარგად დააკვირდით ოთახს და გამოიცანით რის საფუძველზე მიიჩნია პოლიციელმა, რომ ქალი მოკლული იყო და მკვლელი ქმარი იყო. აქ აშკარა იყო, რომ ვიღაცამ ცოტა ხნის წინ აბაზანაში შხაპი მიიღო. პირველი ამის დამადასტურებელი ფაქტი ქაფია იატაკზე, რომლის გაქრობასაც დიდი ხანი არ ჭირდება. მეორე ნიშანი საშხაპის წინ ფარდაზე სველი ხელის ანაბეჭდია. მესამე კი დაორთქლილი სარკე. ეს ყველაფერი გვარწმუნებს იმაში, რომ ქმარმა ცოლი დილით მოკლა. ცოტა ხნის წინ შხაპი მიიღო და ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში. ნომერი 5. თქვენს წინაშეა ლოგიკური ამოცანა. კარგად დააკვირდით სურათს. აქ წარმოდგენილია ავტომობილების პარკინგის ადგილი. თითოეულ ადგილს თავისი რიცხვები აქვს. ერთ-ერთ ადგილზე დგას მანქანა და მის ქვეშ არის გარკვეული რიცხვი. აბა კარგად დაფიქრდით და გამოიცანით რა რიცხვია მანქანის ქვეშ დამალული. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არც თუ ისე ძნელია. აბა მეგობრებო, მოახერხეთ რიცხვის გამოცნობა? ეს როგორც გითხარით, არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს არის რიცხვი 87. აქ წარმოდგენილი რიცხვები 86-დან იწყება და გრძელდება 91-მდე. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, გამოიცანით თუ არა სწორი პასუხი. ნომერი 6. კარგად დააკვირდით სურათს. საქმე ისევ ლოგიკურ ამოცანასთან გვაქვს. აქ გამოსახულია ოფისის 3 თანამშრომელი. თქვენ უნდა დაადგინოთ, ვინაა ამ ოფისის მმართველი, ანუ შეფი. საინტერესოა, რამდენად მალე მოახერხეთ სწორი პასუხის პოვნას. აქ როგორც გითხარით, საქმე ლოგიკასთან გვაქვს. პიროვნება ნომერი 1 პიჯაკითაა და მოდით ის არ მივიჩნიოთ მმართველად. ნომერი 2-ც არ შეიძლება იყოს მმართველი, ვინაიდან მას სვიტერი და ჯინსის შარვალი აცვია. ის მმართველის სტუმარს უფრო გავს. ნომერ 3 პიროვნება პიჯაკის გარეშეა და სწორედ ისაა მმართველი. რატომ? იმიტომ რომ მმართველის სავარძელზე პიჯაკია გადადებული. ნომერი 7. დგას ორი გოგონა, ერთი იყურება სამხრეთისკენ, მეორე ჩრდილოეთისკენ. მიუხედავად ამ მიმართულებებისა, ისინი ერთმანეთს ხედავენ ყოველგვარი სარკეებისა და სხვა თანამედროვე მოწყობილობების გახმარების გარეშე. თქვენი აზრით, ასეთი რაიმე შესაძლებელია? როგორ ახერხებენ ისინი ერთმანეთის დანახვას? ისინი სახეებით ერთმანეთის პირისპირ დგანან. ტრადიციული ბონუს ამოცანა. კარგად დააკვირდით სურათს, იმსჯელეთ და თქვენი ვერსიები დააფიქსირეთ კომენტარებში. დღეისათვის მორჩით მეგობრებო. ფიქრობ მოგეწონებოდა დღეს წარმოდგენილი ამოცანები. თხოვნაა დაალაიქოთ ვიდეო, ეს მოქმედება აუცილებელია ჩვენთვის. თქვენთვის კი მხოლოდ ხელის ერთი მარტივი მოძრაობაა საჭირო. იმედია არ დაიზარებთ ამას. გეშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.